თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, თავისუფლება მოშიმშილე პატიმრებს. სწორედ ამ პათოსის ირგვლივ და გარშემო ერთიანდებიან კულტურის სფეროს წარმომადგენლები, აგრეთვე ლიტერატორები, მთარგმნელები, მწერლები და პოეტები. მათი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ხვალ აუცილებლად 18 საათზე ყველა სფეროს წარმომადგენელი, ყველა პროევროპულად განწყობილი მოქალაქე უნდა იდგეს ევროპის მოედანზე. ეს ლოკაცია შეირჩა სიმბოლურად და აცხადებენ, რომ ამ დღეს კიდევ ერთხელ ყველა ხმამაღლა უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში მოქალაქეები პროტესტის გამო უკანონოდ არ უნდა იდევნებოდნენ, ისინი არ უნდა ისხდნენ ციხეში და მით უფრო არ უნდა უწევდეთ შიმშილობა ჟურნალისტებს, მათ მედიის წარმომადგენლების უსაფრთხო გარემოში მუშაობის აუცილებლობაზე გააკეთეს აქცენტი და თქვეს, რომ ეს არის ძალიან დიდი დანაშაული ეგრეთ წოდებული ხელისუფლების, როდესაც ჟურნალისტებს აკავებენ და ატყუებენ უკანონოდ და მათ საკუთარი უფლებების დასაცავად პროტესტის უკიდურესი ფორმისათვის, შიმშილობისათვის მიმართვა უწევთ. საერთო ჯამში კი მათი მთავარი სათქმელი არის ის, რომ ლიტერატურა ყოველთვის იდგა საქართველოს ევროპული ღირებულებების სადარაჯოზე, ამიტომ გამონაკლისი არც ხვალინდელი დღე იქნება, ისინი მოუწოდებენ ყველას, რომ აუცილებლად შეიკრიბონ ევროპის მოედანზე, შემდეგ კი გადაინაცვლონ დედაქალაქის მთავარ გამზირზე, იქ გააგრძელონ პროტესტი და კიდევ ერთხელ აიმაღლონ ხმა უკანონო ქართული ოცნების წინააღმდეგ. მინდა შევუერთდეთ ჩვენი ასობით და ათასობით თანამოქალაქის პროტესტს, რომელიც უკვე მერამდენე დღეა მიდის ჩვენს ქვეყანაში. ცხადია, ლიტერატურის სფერო აუცილებლად შევუერთდება ამას. მწერლები, გამომცემლები, მთარგმნელები, ავტორები ყოველთვის იყვნენ ამ პროტესტში და პროცესებში ჩართული და არც ახლა არის გამონაკლისი. ქვეყანაში არის სერიოზული კრიზისი, რაც თავარია ოფიციალურად უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაუქმებული არის შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ამიტომაც ხვალ მოგეხსენებათ, რომ არის დიდი შეკრება, ვიკრიბებით ყველა, ვისაც შესტკივა გული ამ ქვეყანაზე. უნდა ვიყოთ ბევრნი იმისათვის, რომ სისტემა გადავწვათ, გადავღალოთ, გადავამტრიოთ, სხვა გზა არ არსებობს. ეს არის ყველაზე ეფექტური გზა. არ უნდა გავჩერდეთ. თუ კი ჩვენ გავჩერდებით, გაჩერდება ქვეყანა. შეუძლებელია, რომ ეხა პენცენტრი იყოს ჩუმად, როცა ჩვენი კოლეგები არიან სატუსაღოში, ჩვენ კონკრეტულად ეხა ორ ადამიანს დავასახელებ, მაგრამ ძალიან ბევრი არიან ესენი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელისადმი სოლიდარობის ნიშნად ვართ შეკრებილები აქ და ავგან სადიგოვი, რომელიც ასევე ჩვენი აზერბაიჯანელი კოლეგა არის უმძიმეს მდგომარეობაში და ჩვენი სახელმწიფო არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ რაღაცეთ უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება და მისი თავისუფლება და ამ ორი ადამიანის სახელით გვინდა, რომ ყველა იმ ადამიანს გამოუცხადოთ სოლიდარობა, რომლებიც პროფესიულად არიან შევიწროებულები და თავიანთი პროფესიული საქმიანობის გამო არიან თავისუფლება შეზღუდულები. დღეს, როდესაც საქართველოში ჩვენ გვაქვს უდიდესი აქტი მოშიმშილე ჟურნალისტების და არა მხოლოდ ჟურნალისტების, ეს ნიშნავს იმას, რომ სიტყვის თავისუფლებას შესაბამისად ყველაზე მნიშვნელოვან პრინციპებს, როგორიც არის დემოკრატიულობა, ადამიანის ღირსება და ადამიანების და საზოგადოების ზნეობა, დგას უდიდესი საფრთხის წინაშე. ხვალ 18 საათზე ევროპის მოედანი იქნება მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი. იქ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის კულტურის სფეროს წარმომადგენლები და ლიტერატორებიც იქნებიან წარმოდგენილები და დადგებიან კიდევ ერთხელ ერთმანეთის გვერდით იმისთვის, რათა ქართულ ოცნებას დაანახონ, რომ ქართველი ხალხის ევროპული ნება არის ყველაფერზე ძლიერი და მათი მთავარი აქცენტი, მათი მთავარი სათქმელი კვლავ არის ის, რომ როდესაც ქვეყანა კარგავს დემოკრატიას, როდესაც ეგრეთ წოდებული თვითგამოცხადებული ხელისუფლება საზოგადოებას მის მთავარ არჩევანს, ევროპულ არჩევანს აკარგინებს, ხალხის ძალა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ამიტომ ახლა მოქალაქეების პროტესტი არის ყველაზე მთავარი და სწორედ ამიტომ ყველას ელოდებიან ევროპის მოედანზე 15 თებერვალს 18 საათზე.